ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფები, არის შვედეთში აღმოჩენილი უძველესი ვიკინგების სამარხი. ჩემს უკან სწორედ ვიკინგები დასეირნობდნენ. შენ კი იზღადაგჩენია გამოიწერო არხი, დაალაიქო ვიდეო და გამომყვე ძალიან საინტერესო შვედურ მოგზაურობაში. სტოკჰოლმის ოლდ-თაუნში მივდივართ, ძველ ქალაქში და უნდა ვნახოთ აქაურობის ჩემი აზრით სავიზიტო ბარათი, ულამაზესი შენობები და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თქვენც დაგათვალიერებინებთ. ხალხი არის ძალიან ბევრი. ფინეთისგან განსხვავებით აქ უფრო მეტი ტურისტია და ცივა სხვათა შორის 17-18 გრადუსია, როცა იქ 27 იყო რა. წავიდეთ და დავათვალიეროთ ეს ქალაქი. ძალიან საინტერესოა და ძალიან მრავალფეროვანი და იმედია რომ შთაბეჭდილებები გაგვიმართლდება. მოვედით ოლდ-თაუნში, ძველ ქალაქში, შევუყვებით ახლა ამ ლამაზ ქვაფენილს და დავათვალიერებთ უფრო კარგად. იმიტომ მიყვარს ევროპაში მოგზაურობა ზამთარში. კი ცივა ხოლმე, მაგრამ ტურისტები არ არიან თითქმის და თავისუფალია ქუჩები და ახლა უკვე ძალიან გადაიჭრა. ვინ არიან ეს ტურისტები, რას დადიან, რა უნდათ? მე არ ვიცი რა, არ ვიცი. გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო, დააკომენტარე ეს ყველაფერი. ძალიან დაეხმარება არხს, ასე რომ Let's go. აქ მოვედი, უამრავი ხალხია შეკრებილი, წარმოდგენა არ მაქვს ჯერ რა ხდება და ერთად გავიგოთ, მაგრამ ხალხი მოდის და ვერ გავიგე რა არის. კარგია რომ მაღალი ვარ, აი რაში მეხმარება ჩემი სიმაღლე. მე მგონი ჯარისკაცებმა უნდა ჩამოიარონ ან მედოლეებმა, არ ვიცი რა ხდება. ან ყვირილები კი ისმის, ახლა დაგვიშვან ვიკინგები რო გაიჩიტონ და მუსიკების ხმა ისმის, ჯერჯერობით არავის ჩამოული. აი ესე გამოვიდნენ ახლა თოფებიან ჯარისკაცები და მიდიან იქით. აი ამის უკან, ამ შენობის უკან დგას ანსამბლი და უკრავენ რა და როგორც ჩანს ამისთვის არის ეს ხალხი რომ დაინახონ ისინი რა. ევროპულ ქალაქებში ის მიყვარს რომ აბსოლუტურად ყველა ქუჩის კუთხეში არის უამრავი შესაძლებლობა რომ დაჯდე სადმე დაისვენო, ყავადალიო, კაფეა, სუვენირების მაღაზია, რესტორანი, აი გიჟდები რა. ნებისმიერ ადგილას რომ შეგიძლია შეხვიდე და იპოვო შენთვის ასურველი გარემო და აი ასეთი არის ზუსტად სტოკჰოლმიც, იმიტომ რომ ნებისმიერ ქუჩაზე სადაც არ უნდა გაიარო, შეხვდები პატარა მოცუცქნულ თუ დიდ კაფეს და შეგიძლია მართლა დაისვენო და სიამოვნება მიიღო ამდენი სიარულისგან დაღლილმა რა და ძალიან მიყვარს. მომნატრებია ევროპა. ესეც ჩვენი გამლასტანი, ოლდ-თაუნი, იგივე ძველი ქალაქი. აქ დაიბადა სტოკჰოლმი, ეს არის უმნიშვნელოვანესი ადგილი ამ ქალაქისთვის. გარშემორტყმულია ულამაზესი შენობებით, აქაურობისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით, ხალხით, მოკლედ ყველაფერი რაც სტოკჰოლმში ხდება, თავარი ჩემი აზრით ხდება აქ, იმიტომ რომ ყველანი მოდიან აქ და ნახონ ეს ადგილი. აქვე არის ნობელის პრიზის მუზეუმიც, აქეთ გვაქვს კაფეები, მოკლედ უამრავი რამ შეიძლება რომ ნახო აქ როცა მოხვალ. მაგრამ აი შენობები სტოკჰოლმის თავარი სავიზიტო ბარათია ჩემი აზრით. სტოკჰოლმის გულში წყლის სარკისებრ არხებს შორის არის ადგილი, რომელიც თითქოს ზღაპრიდან არის გადმოსული. გამლასტანი, ანუ ძველი ქალაქი. აქ ყველა ქუჩა წარსულს ყვება. ყველა ფანჯარა კი საუკუნეების ისტორიას ინახავს. ეს კვარტალი 1252 წელს დაარსდა და დღემდე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შენარჩუნებული შუა საუკუნეების ქალაქთაგანია. წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფასადები მხოლოდ დეკორი არაა. შუა საუკუნეებში სახლის ფერი ოჯახების სიმდიდრესა და სტატუსსაც კი მიანიშნებდა. სწორედ ამიტომაა ასეთი მრავალფეროვანი გამლასტანი. დღეს აქ პატარა კაფეები, ხელნაკეთი სუვენირების მაღაზიები და მუზეუმები შეგხვდებათ. გამლასტანის მთავარი მოედანი შვედეთის ისტორიის მრავალი დრამატული მომენტის მომსწრეა. აქ ოდესღაც სისხლიანი სასჯელებიც კი შესრულებულა. დღეს კი ტურისტები მშვიდად სვამენ ყავას ფერადი სახლების ჭრილში. ახლა უნდა გაჩვენოთ ყველაზე ვიწრო ქუჩა სტოკჰოლმში, რომელიც მდებარეობს აქ. ხედავთ კიდეც რამდენი ხალხია და მეც მაინტერესებს რა თქმა უნდა. ამიტომ ახლა დაველოდოთ საცობია. ჩავლენ და ჩვენ ჩავყვებით. აი ესე მივდივართ ძალიან პატარა და ვიწრო ქუჩაზე. სხვათა შორის უფრო ვიწროს ველოდი, მაგრამ არ არის. ავი ასეთ ქუჩები ჩვენთანაც ხოა, თუ არ არის?
ხო, ვიწრო არის, მაგრამ ეხლა სიმართლე რო გითხრათ, მართლა უფრო ვიწროს ველოდი ისეც რომ ადამიანებს გაუჭირდებოდათ გავლა, მაგრამ ორი კაცი ერთად რო გადის გვერდ-გვერდ უკვე რა ვიწრო რამდენადაა არ ვიცი. ამოვირბინე ახლა ცენტრიდან სასტუმროში რომ დავჩექინდე, იმიტომ რომ წეღან ვერ მოვასწარე. სასტუმროში კი არა, ჰოსტელში. შევიდეთ ახლა, დავჩექინდეთ, თან გაჩვენებთ როგორ გამოიყურება, მეც ვნახავთ. გამარჯობა, მობძანდით. მობძანდით, აი ესე გამოიყურება ჩვენი ჰოსტელის ოთახი, რომელიც არის უფანჯრო, რაც ძალიან მაშინებს ხოლმე, მაგრამ იდეაში ყველაზე იაფიანი ვარიანტი ეს იყო და ეს დავჯავშნეთ რა. ჩვენიერია იდეაში ერთი ღამისთვის აბაზანა საპირფარეშო გარეთ არის რა თქმა უნდა. ჩვენიერი სუფთაა რა, რაც თავარია სუფთაა, მოწესრიგებულია. და შეგვიძლია დავისვენოთ. დილას გავიღვიძეთ, აზრზე არ ვიყავით სად წავიდოდით, არაფერი დაჯავშნილი არ ქონია და გადავწყვიტეთ რომ წავიდეთ ვასტერაში, რომელიც მდებარეობს სტოკჰოლმიდან დაახლოებით საათი და 20 წუთის გზაზე. ძალიან საინტერესო ქალაქი ჩანს, რაც ვნახე უცბად დილას, ამიტომ ახლა ვარ უკვე გაჩერებაზე, ველოდები Flixbus და წავიდეთ დავათვალიეროთ იქაურობა. გამოვედით სასტუმროდან და უნდა ვნახოთ ძალიან საინტერესო ადგილი, რომელზეც ცოტა ხანში მოგიყვებით, ახლა უბრალოდ უნდა წავიდეთ ავტობუსის გაჩერებასთან და იქიდან უნდა გავყვეთ ავტობუსს, მივიდეთ ერთ ადგილას, იქიდან ვერე ფეხით უნდა ვიაროთ ცოტა და მივალთ. 22-ან 23 ნომერი მიდის იქ, სადაც ჩვენ მივდივართ, ასე რომ დაველოდოთ ახლა ცოტა ხანი, იმედია მალე მოვა და წავიდეთ პირდაპირ იქითკენ. ესეც ჩვენი ანუნშტოგი. შვედეთში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი და არ შემეძლო რომ თქვენთვის ეს ყველაფერი არ გამეზიარებინა, იმდენად სიხარულით მოვედი აქ, იმიტომ რომ ჩემს უკან გადაშლილ მდელოზე ოდესღაც დასეირნობდნენ ვიკინგები, არც მეტი, არც ნაკლები ვიკინგები, მეგობრებო. და რა მაგარია, როდესაც გაქვს შესაძლებლობა მიხვიდე იმ ადგილას, გაიარო ზუსტად იქ, სადაც ოდესღაც ვიკინგები დასეირნობდნენ და დადიოდნენ. ძალიან საინტერესო ადგილია. უკან, ჩემს უკან აუცილებლად დაინახავთ ქვებსაც. და ამ ქვებს ძალიან საინტერესო მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, აი აგერ ხედავთ კარგად, რომ ნავის ფორმა აქვს, აი ამ ქვებს ისე არის განლაგებული, რომ ნავის ფორმა აქვს და რატომ ახლა? იმიტომ რომ ვიკინგებს ჯეროდათ, როდესაც ვიღაც დაიღუპებოდა, after life, ანუ სიცოცხლის შემდეგ ცხოვრებაში ის მიემგზავრებოდა ნავით, ასე რომ ამით მიაგებდნენ ისინი პატივს გარდაცვლილებს, ძირითადად მებრძოლებს, ძალიან ისეთ მნიშვნელოვან ხალხს. და ძალიან საინტერესოა ეს ტრადიციაც რა, აქ იმართებოდა რიტუალები და შემდგომ უკვე აცილებდნენ რა თქმა უნდა და მარხავდნენ ჩვენს ვიკინგებს და სად მარხავდნენ? ზუსტად იქ, სადაც ახლა მე ვდგავარ. ეს არის ყველაზე ანუ ყველაზე მაღალი სამარხი. აი აგერ ნახეთ პატარ-პატარა გორები არის, ან ვიკინგები ასე მარხავდნენ ხოლმე, რაც უფრო მაღალი იყო გორა, მით უფრო დიდი მნიშვნელობის ვიღაც იყო დამარხული შიგნით. აი მაგალითად მეფე თუ დაიღუპებოდა, შეიძლებოდა რომ ძალიან დიდი გორა გაეკეთებინათ მისთვის. ზუსტად აქ ვინ არის დამარხული არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იყო ან მეფე ან ძალიან ესეთი სახელოვანი მებრძოლი. ძალიან მაგარი ადგილია, მით უმეტეს, როდესაც გიყვარს ეს ვიკინგები, რაგნარიდან დაწყებული ყველა ფილმი მაქვს აბსოლუტურად ნანახი და რა ვიცი, სერიალები და ასე შემდეგ და მიხარია რომ საბოლოოდ მოვედი აქ და ფეხი დავდგი სწორედ იქ, სადაც დადიოდნენ და ცხოვრობდნენ ვიკინგები. ძალიან მაგარი ადგილია და თუ ჩამოხვალთ შვედეთში, ეს ადგილი აუცილებლად ნახეთ, ჩემი ძალიან დიდი რეკომენდაცია. შეხედეთ რამხელა გორაა. აი ესე კიბეებით აავედით და იქვიდექით ზუსტად და სხვა გორებს რო შევადაროთ, აი აგერ მაგალითად 1, მეორე, ესენი შედარებით დაბალია და ეს არის ყველაზე მაღალი გორა, რომელიც არის აღმოჩენილი, როგორც უკვე გითხარით. ახლა მინდა რომ მივიდეთ ამ ქვებთან და გაჩვენებთ ერთად შევეხოთ ისტორიას, იმიტომ რომ რავი, წარმოიდგინეთ მეგობრებო, არ ვიცი, აქ ოდესღაც რო დადიოდნენ ვიკინგები, რაღაც შეხვედრები ჰქონდათ, ცერემონიები ჰქონდათ, რავი, დაკრძალვის თუ ასე შემდეგ, იკრიბებოდნენ და აი სასწაული არის მართლა რა. ვისაც უყვარს ეს ვიკინგური ცხოვრების შესახებ ისტორიები და ასე შემდეგ, იმისთვის არის იდეალური ადგილი, იმიტომ რომ პირდაპირ შეგიძლია შეეხო ისტორიას და შეეხო წარსულს და ეს ძალიან მაგარია. ახლა ვარ ნავში, წარმოიდგინეთ რომ ვარ ნავში, იმიტომ რომ გარშემო არის შემორტყმული ქვები და მგონია რომ აი ზუსტად აქ იმართებოდა ოდესღაც სწორედ ის რიტუალები, რომელსაც მართავდნენ ვიკინგები ხოლმე და ანუ ჩემი აზრით ოდესღაც აი აქ ვიღაც ტიპი იჯდა რა. აი ეს ვიკინგი
იჯდა თავისი იმით, ნაჯახით და მართავდა იმ ცერემონიას, ან ვიღაცას გწალავდნენ, ან რაღაც ცეცხლებიენთო და ასე შემდეგ. აი წარმოუდგენლად მაგარი ემოციები მაქვს და წარმოუდგენლად მაგარი შთაბეჭდილებები მაქვს, იმიტომ რომ რაგნარიდან დაწყებული მართლა ყველა ფილმი მაქვს ნანახი ვიკინგებზე, სერიალებიც და რავი რა, აი რა ფეხქვეშ რო ვიღაცა დადიოდა ადრე, ეგ უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. თუ ამ ვიდეოს უყურებ და არხი ჯერ კიდევ არ გაქვს გამოწერილი, გთხოვ რომ გამოიწერო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მოგზაურობები გველოდება წინ და ძალიანაც დამეხმარება, ასე რომ გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო და განაგრძე ახლა ყურება. წავედით ახლა ნელ-ნელა უკან, ძალიან საინტერესო ადგილი იყო, ჯერ ერთი ხო ამ ქალაქის შესახებ საერთო წარმოდგენა არ მქონდა, სადაც ჩამოვედი. ამ ადგილის შესახებ ხო საერთო წარმოდგენა არ მქონდა და აი ესეთი დაუგეგმავი ამბები და ისტორიები უფრო საინტერესო გამოდის ხოლმე რა და თქვენც თუ აღმოჩნდებით აქეთ, ოღონდ არა დაუგეგმავად და წამოხვალთ მართლა, ეს ადგილი აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს თუ გიყვართ ეს ვიკინგების ამბები, ისტორია და ასე შემდეგ რა. კაი, გავუყვებით ახლა ამ ლამაზ ბილიქს, მერე გადავალთ გზაზე და იმედია რომ ავტობუსიც მალე მოვა, იმიტომ რომ წვიმას იწყებს, ასე რომ წავედით. ძალიან მშია. აქაური არაფერი მიჭამია, ჯერ შვედური არაფერი გამისინჯავს და იქნებ რამე ტრადიციული დავაგემოვნოთ და გავსინჯოთ, იმიტომ რომ კუჭი მიწრიალებს და შემაღონა ამ კუჭმა. დაუბრუნდით ქალაქში, ძველ ქალაქში ვარ ახლა ოლთაუნში და ველოდებით ძალიან გემრიელ კერძს, შვედურ კერძს, ისე მშია გული მინდის და რეცეპშენში, მისაღებში, სასტუმროში გვირჩია ერთმა გოგომ ეს ადგილი. ძალიან კაიაო და გემრიელი კერძები აქვს და პირდაპირ აქ გამოვაჭერეთ და ვნახოთ რა იქნება. მითბოლები შევუკვეთეთ, ხორცის ბურთულები და იმედია რომ ძალიან გემრიელი, იმიტომ რომ მართლა ძალიან მშია, ასე რომ დაველოდოთ, ახლა მალე მოგვიტანენ იმედია. რამდენჯერ თქვი იმედია? 7-ჯერ. იმედია. Ali მოგვიტანეს უფასოდ, მადლობა წლისთვის. Აი ეს გამოიყურება, აქ გვაქვს პიურე, აქ გვაქვს ხორცის ბურთულები, აქ მე მგონი კოწახურია, აქ კიდე ხახვია, ჩემი აზრით. თუ კიტრია მჟავე. ცა გეტყვით. გავსინჯო? ხახვია. აბა წავედით. ცა თლიანი არ მინდა პატარას. ჩავკბიჩო. Andra vänden snett. Hur delar man upp? Hur delar man upp? Det var så mycket frågor jag hade. Och det var Khmer och sen Michel. Hur gör vi då? Har man rätt att inte rätt att sälja sin del? För det är en lägenhet. Detas gepitsebit მოგზაურობაში ასეთი გემრიელი კერძი ძალიან ცოტა ჯერ ავი ორჯერ ან სამჯერ მაგ დაგემოვნები. გემრიელესია. ღმერთო ჩემო. თან მოგზაურობ ბექპეკინგით, ანუ ძალიან ბიუჯეტურად, ჰოსტელებში, თითქმის სულ მაღაზიაში ვიყვებები და იშვიათია რომ კარგი გერძი ვჭამოთ და ახლა ეს არის ჩემთვის ცხონება. ვაიმე. 10-დან 10. აი უეჭველი 10-დან 10. გამოვედი აქაურობის დასათვალიერებლად დილა, ძალიან საინტერესო და საყვარელი ქალაქია და მიხარია რომ აქ ჩამოვედი და იმედია რომ კიდევ რაღაცებს ვნახავ. ვასტერასის ისტორია 1000 წელზე მეტ სითვლის. ქალაქის სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან ვასტრა აროს, რაც ნიშნავს დასავლეთ შესართავს. ჯერ კიდევ ვიკინგების ეპოქაში ის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. მე-11 საუკუნეში ვასტერასი ქრისტიანობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა. ქალაქის კათედრალი ვასტრა დომკირკა დღემდე ქალაქის მთავარი სიმბოლოა. მოვედით ვასტერასის მთავარ ღირსშესანიშნაობასთან, ეს არის ვასტერასის კათედრალი, რომელიც არის უზარმაზარი. აი თუ გინდა რომ დაისვენო შვედეთში, ნაკლებ ტურისტულ ადგილას, ძალიან გემრიელი საჭმელი ჭამო, შვიდად ისეირნო ქუჩებში და ასე შემდეგ, ეს არის იდეალური ქალაქი. შეგიძლია ჩამოხვიდე ვასტერაში, ძალიან კარგი სასტუმროებიც არის, ძალიან კარგი საჭმელებიც არის. და შვიდი და წყნარი გარემოა და თან ახალ ქალაქებს და არატურისტულ ქალაქებს და არაპოპულარულ იმეებს ადგილებს დაათვალიერებ. რა ასე რომ გირჩევთ, ჩამოდით ვასტერაში და ერთი ღამე მაინც გარჩით. ერთი ღამე მაინც დარჩით. ვასტერასის კათედრალი თითქმის 1000 წელია შვედეთის ისტორიის ნაწილად რჩება. იგი მე-11 საუკუნეში დაარსდა და საბოლოო სახე მე-13 საუკუნეში მიიღო. საუკუნეების განმავლობაში კათედრალი იყო არა მხოლოდ სარწმუნოებრივი, არამედ პოლიტიკური ცენტრი. აქ ტარდებოდა რელიგიური რეფორმების შესახებ მსჯელობები და
მეფეთა მნიშვნელოვანი შეკრებები. ტაძრის შიგნით ინახება შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშები, უნიკალური ფრესკები, ძველი ხის ქანდაკებები და ოქროთი შემკული საგანძური, რომელიც გვიყვება შვედეთის სულიერ მემკვიდრეობაზე. საუკუნეების განმავლობაში კათედრალის ზარები იხმობდნენ ხალხს ლოცვაზე. დღეს კი ისინი გვახსენებენ ქალაქის მდიდარ ისტორიას და მის როლს შვედეთის რელიგიურ ცხოვრებაში. ჩამოვედი, ეს არის ჩვენი ჰოსტელი, რომელიც არის ხალხში ძალიან დიდია, მაგრამ გაგვიმართლა იმაში, რომ ოთახი, რომელიც დაჯავშნილი ქონდა, არ დაგვხვდა მზად და შემოგვიშვეს აი ამ დიდ ოთახში, რომელ საწოლსაც გვინდა ავირჩევთ და ვიქნებით სულ მარტო. ახლა დავისვენებთ ცოტას, იმიტომ რომ მართლა ძალიან გიჟური გადარბენები გვაქვს და გავალთ მერე ქალაქის დასათვალიერებლად. გამოვედი პარკში, დავჯდები, მეთქი აი ესეთ რაღაცები ვიყიდე, შევჭამ, თანაგერ ციხესიმაგრეს მივაშტერდები, მოკლედ რა ავიწყე ცხოვრება და იმხელა იგრუხუნა და ისეთმა წვიმამ დაუშვა, რომ შემოვარდი პირდაპირ აქ და ველოდები რომ გადაიღოს. იმედია მალე იზამს. დაჯდომით აღარ ვიცი ბალახზე რამდენად დავჯდები, მაგრამ ახლოს მაინც დავდგები სადმე რომ ამო, იმიტომ რომ ძალიან შია. რაღაცა გამომცხრები ვიყიდე, ცოტა კიდრი პომიდორი ვიყიდე. ეს ორი იოგურტი, ბანანი, ფანტა. ეს ყველაფერი დაჯდა დაახლოებით 10-12 ევრო რა. ორი ადამიანი შევჭამთ, ასე რომ შვენიერია. იმედია მალე გადაიღებს. გადმოვედი წვიმს, მაგრამ მაინც დავიკიდეთ ფეხებზე. აგერ მშვენიერი ციხესიმაგრე გვაქვს, ეხლა ეს ხეგვეფარება კარგად არ ჩანს, მაგრამ ახლა შევჭამე რაღაცებს, ცოტა თუ დავსოლდები არ აუშავს რა, უჭირს არ დავდნები. პრობლემა არ მაქვს რა. აი, ასეთი გამომცხვარი რაღაც ვიყიდე, რომელიც დიაში აფიღირდა, აი. შია მაგრად. ლორი აქ და პომიდორი და ყველი. გამიმელია. ზერგებცებ. ესე ჩვენი ორებროს ციხესიმაგრე. ქალაქის ცენტრში არის, კუნძულზე ჩადგმული, ძალიან ლამაზია, მართლა შთამბეჭდავი ციხესიმაგრეა და ძალიან საინტერესოა ერთი რამ, რომ რაც კი ვიმოგზაურე შვედეთში და ზოგადად სკანდინავიის ქვეყნებში, თითქმის ყველა ციხესიმაგრე არის მოვლილი, გაპიწყინებული და თითქოს გუშინ აშენებული რა და რატომ ძალიან საინტერესოა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მეც მოვიკლო, მაგრამ თქვენც თუ იცით, ძალიან კარგი იქნება რომ დამიწეროთ კომენტარებში, რატო არის თითქმის ყველა ციხესიმაგრე პირვანდელ მდგომარეობაში. ახლა ჩვენთან მაგალითად ყველაფერი თითქმის დანგრეულია და ალბათ იმიტომ რომ შემოსევები აქ ნაკლებად იყო და ჩვენთან ხო სულ შემოსევები და მაგაში ცხოვრობდით, მაგრამ მაინც საინტერესოა ამის კვლევა რა და ამას მე აუცილებლად გავარკვევ და თქვენც იმედია რომ დამიკომენტარებთ და მეტყვით რა არის ამის თავარი მიზეზი. თვითონ ციხესიმაგრეს ახლა აქედა რასაც უყურებ ძალიან ისეთი შთამბეჭდავია მართლა, აგერ ზარბაზნებით დგას. როგორც ხვდებით, თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა ამ ციხესიმაგრესაც და არ ყოფილა რაღაც მარტო საცხოვრებელი. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა და ქალაქის, არ ვიცი, გული შეიძლება ითქვას რა ეს ციხესიმაგრე და მომწონს ძალიან ისეთი შთამბეჭდავი ადგილი არის. ორებროს ციხის ისტორია იწყება მე-13 საუკუნეში, როცა მდინარე სვარტანის ნაპირზე პირველად აშენდა ხის თავდაცვითი ნაგებობა. ეს ადგილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან აკონტროლებდა სავაჭრო გზებსა და ხიდს. მე-14 საუკუნეში ხის ნაგებობა ქვით შეცვალეს. სწორედ ამ დროიდან ორებროს ციხე იქცა ძლიერი ქვის სიმაგრად, რომელსაც მნიშვნელოვანი სამხედრო და ადმინისტრაციული ფუნქცია ჰქონდა. ეს არის ერთ-ერთი ჭიშკარი, აი ჩემს უკან ხედავთ კარგად რო არის ჭიშკარი შემოსასვლელი. შიგნით კიდე არის რამდენიმე კარი, რომელსაც აყავხარ შესაბამის სართულზე, მაგალითად პირველი, მეორე, მესამეზე. ყველა კარი ახლა აქეთ ხარეს ჩაკეტილია, მაგრამ იქით ხარესაც გავალთ მეორე ჭიშკართან და შეიძლება იქიდან უფრო კარგად ავათვალიეროთ აქაურობა. წავიდეთ ახლა მეორე ჭიშკარიც ვნახოთ და იქნებ იქ უფრო საინტერესო რაღაცები დაგხვდას. აქეთა შესასვლელი, როგორც მივხვდი, არის მთავარი შესასვლელი, მაგრამ ამ ეტაპზე დაკეტილია, სამწუხაროდ ვერ მოუსწარით, მაგრამ ვნახოთ დილას თუ შევძელი რომ გამოვირბინო აქ სანამ სხვა ქალაქში წავალ, შევალ აუცილებლად და თქვენს გაგიზიარებ. მაგარი ის არის, რომ უკანა ჭიშკარი გაღებული დატოვეს მაინც, რომ ადამიანები საღამოს რომ მოვიდნენ ან იმ სამუშაო საათებს რომ ვერ დაემთხვენ. როგორც ესენი მუშაობენ, შეუძლიათ რომ შიგნით შევიდნენ და რაღაც მაინც იგრძნო და ესეც ალბათ
არის ის, რომ ზრუნავენ ადამიანებზე, დამთვალიერებლებზე და ტურისტებზეც მათ შორის რა, იმიტომ რომ მარტივად გამოკეტავდნენ იმ კარს, როგორც ეს კარია ჩაკეტილი და იქაც ვეღარ შეხვიდოდი და მე მგონი ეგ გათვლა აქვთ, რომ რაღაცნაირად იგრძნო მაინც ის ჩავდობე, რომ რაღაცნაირად იგრძნო ის ციხესიმაგრე, ის აურა და ასე შემდეგ, მაგრამ ცუდია რომ ეხლა ვერ შევედით, ძალიან მაინტერესებდა შეგნით რა ხდება. არა უშავს. დილამშვიდობისა, გათენდა ბოლო დღე გვაქვს დღეს შვედეთში, გადავდივართ ახლა კიდე ახალ ქალაქ კარლსტადში, რომელიც არის აქედან საათნახევრის გზაზე, იქ დავრჩებით მთელი დღე და მერე უკვე ხვალ გადავალთ ნორვეგიისკენ, ასე რომ ჩავლაგდები ახლა, რაც შესაძლებელი მოქვს, ავიღებ ყველაფერს და გავაკეთებ ჩეკაუტს ჰოსტელში და წავიდეთ პირდაპირ ავტობუსების გაჩერებასთან. ამასობაში მოუახლოვდა დასასრულს ჩვენი შვედეთში მოგზაურობა და მინდა რომ ორი სიტყვით შევაჯამო აქაურობა, ზოგადად გამოცდილება და ასე შემდეგ რა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ზოგადად შვედეთის და კმაყოფილი ვარ იმით, რომ იმ ადგილებში მოგზაურე, რომლის შესახებაც მართლა საერთოდ არ გამეგო, ახლაც კი ვარ კარლსტადში, ქალაქში, რომლის შესახებაც მართლა წარმოდგენა არ მქონდა, ორებროში ვიყავი და ასე შემდეგ რა, მოკლედ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, როცა ჩადიხარ იქ, სადაც არ იცი რა დაგხვდება და რა გელოდებ. ერთი მხრივ შეიძლება ცუდი იყოს, იმიტომ რომ არ დაგხვდეს შესაბამისი რაღაცეები რომ გადაიღო და სხვებსაც აჩვენო, მაგრამ ჩემთვის პირადად ჩემთვის გამოცდილების კუთხით იყო ძალიან კარგი. ასე რომ ახლა დაგემშვიდობებით, იმედი მაქვს თქვენც ისიამოვნეთ და შევხვდებით აუცილებლად შემდეგ ვიდეოში. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და აბა დროებით.